4 ოქტომბერს დაანონსებული აქცია კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ პროტესტი მასშტაბური იქნება, რაშიც 100,000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მათივე განცხადებით, სწორედ ამ დღეს მოხდება რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ გააჩნია და იმ შემთხვევაში, თუ შეკრება მშვიდობიან ფორმას გასცდება, ხელისუფლება კანონის მიხედვით იმოქმედებს. თემის დეტალებით თათია ტაბეშაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. თათია, როგორია მხარეთა პოზიციები? ახლა დავიწყებ ნაციონალური მოძრაობის პოზიციით, რომლის პოლიციაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არის დაკავებული. აქვე მაყურებელს შევახსენებ, რომ ის დაკავებული არის ორი მუხლით, რომლის საფუძველიც გახდა მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. ერთი ის, რომ ის აანონსებდა მშვიდობიან დამხობას და მეორე ის, რომ სთავაზობდა დიდი ოდენობით თანხას პოლიციელებს და ასევე სპეცრაზმის თანამშრომლებს იმ მიზნით, რომ მათაც გარკვეულწილად თავიანთი წვლილი შეეტანათ ხელისუფლების ასე ვთქვათ რევოლუციის გზით შეცვლის პროცესებში. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსის სისხლის სამართლებრივ დევნას არ ითვალისწინებდა და ის უსამართლოდ არის დაკავებული. ამბობენ, რომ ხაბეიშვილი უბრალოდ გასცემდა დაპირებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ ის აჟღერებდა ისეთ მოწოდებებს, რომელიც ქვეყნის გათავისუფლებისკენ და დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნებისკენ იყო მიმართული. შეცვლის თუ არა ხაბეიშვილის დაკავება ზოგადად 4 ოქტომბრის გეგმებში რა იმეს ნაციონალური მოძრაობის პასუხი არის, რომ არა და მეტიც ამბობენ, რომ ისინი აგრძელებენ აქტიურად აი ამ კამპანიას და დარწმუნებულები არიან იმაში, რომ 5 ოქტომბერი იქნება სხვანაირი და აბსოლუტურად ყველა, ვინც ანტისამთავრობო აქციაზე არის დაკავებული, გათავისუფლდება. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, ბუნებრივია ჩვენ დავინტერესდით განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ოპოზიციაშიც არის ერთგვარი განხეთქილება. ჩვენ ვიცით, რომ მათი განხეთქილების საგანი გახდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, მაგალითად 4 ბარიერ გადალახული ოპოზიციიდან 2 იღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ამის გამო ისინი კრიტიკის ქარცაცლშიც კი გაატარეს. იმის მიუხედავად, რომ იყო ძალიან დიდი კრიტიკა მათ მიმართ, ლელო მაგალითად არ ემიჯნება 4 ოქტომბრის შეკრებას. აი გახარია საქართველოსთვის, რომელიც არის ლელოს მოკავშირე ადგილობრივ არჩევნებში, ამბობს, რომ დამხობა ნებისმიერი სახით არის მიუღებელი. ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ ამ კამპანიას. ჩვენი მიზანია, რომ 100,000 ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბოს რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება დამატებით გეგმასა და დეტალებს, ამ გეგმის და დეტალების ლოკაციების აქციაზე დღის წესრიგი როგორი იქნება, ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას გაგვაცნობს როგორც თავად აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა რუსთაველის გამზირი, ისე თავად მიუხედავად იმისა, რომ ის არის საპატიმრო დაწესებულებაში, ლევან ხაბეიშვილიც ჩვენი გზავნილი არის მოქალაქეებისადმი. დილით და დღისით წავიდეთ არჩევნებზე და საღამოს ვიდგეთ რუსთაველზე და ისევ დავიცვათ ჩვენი უფლებები. ეს ორი გზა არათუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, პირიქით აძლიერებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, ასუსტებს ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს, როცა მიდიხარ მხარს უჭერ პროდასავლურ ოპოზიციას და შემდეგ მიდიხარ რუსთაველის გამზირზე. ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილება და სცენარის განვითარება ჩვენს ქვეყანაში აძლიერებს მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმს და შესაბამისად ეს ყველაფერი აწყობს ჩვენს ოკუპანტს რუსეთის ფედერაციას. მშვიდობიანი ფორმით ხელისუფლების ცვლილება არის მხოლოდ და მხოლოდ არჩევნები, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გზა დღესდღეობით იმისთვის, რომ შეცვალო არსებული რეალობა და ამ გზაზე ვართ ჩვენ. აი ქართულ ოცნებაში კი ფიქრობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან შორს მშვიდობისგან და მისი სახელი დაკავშირებული არის ძალადობასთან, არეულობასთან და სისხლის ხრასთან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია ემზადება ქვეყანაში არეულობის მოწყობისთვის, აგრეთვე მართველი პარტიიდან თქვეს, რომ მიმდინარეობს ახლა ახალგაზრდების გადამზადება იმისთვის, რომ ამ პროცესებში მიაღებინონ მონაწილეობა და ერთგვარი მოწოდებაც კი გააკეთეს მათ მიმართ, რომ არ ხდნენ ისინი ოპოზიციის, ასე ვთქვათ, იარაღი აი ამ პროცესებში. პარალელიც კი გაავლეს ქართული ოცნებიდან დღეს 2024 წლის საპროტესტო აქციებთან მიმართებაში გაიხსენეს ხმაურიანი აქციები, როდესაც ახალგაზრდები იყვნენ წინახაზე და მაგალითად მოიყვანეს პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებაც. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ 5 საქველმოქმედო ფონდის და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები არის დაყადაღებული. გამოძიება ამბობს, რომ
ისინი აფინანსებდნენ ახალგაზრდებს, უпростоრად მათთვის იქნა შესყიდული აი ამ ორგანიზაციების მხრიდან სხვადასხვა აღჭურვილობა, სპეცსაშუალებები, ფეთქებაცსაშიში ნივთიერებები იმისთვის, რომ როგორც გამოძიება ამბობს, ეფექტური წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის და მართლ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ ანალოგიურს გეგმავს ახლაც ნაციონალური მოძრაობა მის მიერ გაჟღერებული იდეით, რომ იყოს დამხობა მშვიდობიანი ფორმით. გაფრთხილდნენ ახალგაზრდები, გაფრთხილდნენ მათი მშობლები, არ გახდნენ ბრმაიარაღი ისეთი ძალების ხელში, ვისაც საქართველოს წარმატება და ჩვენი ქვეყნის წესვლა არ სურთ. ხდება სწორედ ახალგაზრდების გამოყენება, მათთვის ტვინის გამორეცხვა, იმ ასევე ფინანსური დაინტერესება და მატერიალური დაინტერესება, რომელსაც თავაზობენ ახალგაზრდებს. ლევან ხაბეიშვილი არის ერთი ჭანჭიკი იმ მთლიან სქემაში, რომელსაც ქვია ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლა. მათ ხარს არ უჭერს, ეს ერთი მოცემულობა. მეორე მოცემულობა, ყველას ვინც ხელი წაუწდება და კანონის გვერდისავლით შეეცდება რაღაცა პირადი პარტიული მიზნების მიღწევას, ბუნებრივია, რომ კანონის და სახელმწიფოს მხრიდან იქნება ადეკვატურად პასუხგაცემული. ეს არის უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც არანაირი წმინდა არ გააჩნიათ, არც სიყვარული, არც პატივისცემა. ამ ადამიანების შექმნაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ გარედან ჩართული ძალები, იხარჯებოდა ძალიან დიდი თანხები, რომლებიც სხვათა შორის NGO სექტორის ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდიოდა და რა თქმა უნდა ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი ხმარდებოდა ამ ტიპის ადამიანების შექმნას, ხმარდებოდა პოლარიზაციის გაღრმავებას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, რევოლუციების მოწყობას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება. როგორც უკვე გითხარით, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას 4 ოქტომბრის გეგმებში არაფერი შეუცვლია და როგორც ჩვენ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შევიტყვეთ, დავით ხაბეიშვილი ამ პროცესებში საკნიდანაც არის ჩართული, მის მიღმა კი აქტიურობს ამ მხრივ პატა ბურჭულაძე, როგორ წარმოუდგენიათ მათ დამხობა მშვიდობიანად დეტალებს ჯერჯერობით ასაიდუმლოებენ და ამბობენ, რომ საზოგადოება ეტაპობრივად შეიტყობს ამის შესახებ ინფორმაციას. ქართულ ოცნებაში კი როგორც ამბობენ, მშვიდობა და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთის ძალიან შორს არიან და აქვთ გარკვეული კითხვის ნიშნები ხაბეიშვილის საქმესა და ჰექსოგენის საქმეს შორისაც კი. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ რამდენიმე დღის წინ დააკავეს უკრაინის 2 მოქალაქე, რომელთაც ფეთქებადი ნივთიერება ჰექსოგენი აღმოუჩინეს და აქვთ მართლ გუნდში გარკვეული კითხვის ნიშნები, ხომ არ იგეგმებოდა მისი გამოყენება 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე. რეალურად რა იყო საბოლოო დანიშნულების პუნქტი, იყო თუ არა ეს საქართველო, თუ იყო უბრალოდ საქართველოს სატრანზიტო ქვეყანა ამ შემთხვევაში, ამას გამოძიება დაადგენს. მადლობა, პირდაპირ ეთერში თათია ტაბეშაძე საუბრობდა.